სასწორი ზოდიაქოს ან ტრანზიტული იუპიტერი, როდესაც გვიჩნდება მე-11 სახლში. მე-11 სახლი არის სოციალური აქტიურობა, ჯგუფები, ხალხმრავლობა, მაგალითად, ეს არის მეგობრების ზონა, შეიძლება მეგობრები დაეხმარონ, შეიძლება სოციალურ მედიაში ძალიან აქტიურები იყვნენ, სოციალურ ქსელში მაგალითად აქტიურები იყვნენ, ზოგისთვის შეიძლება ეს ზოგიერთი სასწორისთვის ეს იყოს გაფართოება და დიდი შესაძლებლობები, მაგალითად, რაც უფრო ჯგუფურ პროექტებში ჩაებმებიან თანამოაზრეებთან, რაც უფრო გააზიარებენ თავიანთ იდეას, ეს უფრო პოზიტივი იქნება. ზოგადად მე-11 სახლი ასტროლოგიაში იღბლიანი სახლი არის. მომავლის ხედვების სახლი არის და ბევრი სასწორისთვის შეიძლება ეს იყოს კარგი შესაძლებლობა დაინახონ მომავალში რა მიზნები მაქვს, საით უნდა წავიდე, მაგალითად, მომავლის იმედების სახლი არის ზოგადად მე-11 სახლი და კარგ შესაძლებლობებს გააძლიერებს. ფინანსურადაც ძალიან კარგად მუშაობს ხოლმე მე-11 სახლი, ზოგადად მე-5 მე-11 სახლი კარგად მუშაობს, აი, სუფთა ცით როგორი ფინანსები არის ეს, აი შესაძლებლობები რო გვეხსნება რაღაცნაირად და იქ ინვესტიციები იქნება, იქ ვიღაც დამხმარე იქნება ფინანსურად რაღაცეებში, მაგალითად, აი ესეთი სახლი არის მე-11 სახლი და პლუს ეს არის დახმარება მეგობრებისგან. გაადიდებს, შეიძლება გაადიდოს პრობლემებიც ახლა მეგობრებისგან, თუმცა უფრო მეტად პოზიტივს ველოდებით ხოლმე იუპიტერისგან და უფრო ეს არის სასწორებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ოპოზიცია აქვთ სასწორებს სატურნისგან, ხო და ცოტა შემაფერხებელი არის. აი წინასწარ გითხარით, რომ ვერძი სასწორის ღერძი, ახლა ცოტა რთულ პოზიციაშია სატურნის გამო. სატურნი გაჩერება არის და მარა იუპიტერის სახლები სერიოზულად დაეხმარება მათ, იმიტომ რომ მე-11 სახლიც და მე-5 სახლიც ორივე საკმაოდ პოზიტიური არის და ეს სასწორისთვის შეიძლება ეს მე-11 სახლის ენერგია საკმაოდ იმედის მომცემი იყოს, გაფართოება, შესაძლებლობები, სოციალური მედია, ინტერნეტი მე-11 სახლი არის ჩვენთან ზოგადად და ციფრული სამყარო. აი, რამდენადაც თანამედროვე ტექნოლოგიებს გამოვიყენებთ, მომავალს მოვერგებით, ჯგუფთან მოვერგებით, მით უფრო იღბალი ჩვენ მხარეს იქნება.